გამარჯობა, დღეს მინდა გაჩვენოთ, როგორ გავაკეთებთ აი ესეთ საიტს, მოძრავ საიტს, მარკეტინგული სააგენტოსთვის ან ნებისმიერი კომპანიისთვის, ვისაც უნდა ესეთი საიტი მოძრავი ელემენტებით, რომლებიც დამეთანხმეთ ყურადღებას ძალიან იქცევს და ფაქტიურად შეიძლება ითქვას, მოდუნების საშუალებას არ აძლევს ვიზიტორს, პირდაპირ მთელ ყურადღებას იპყრობს. ამ ყველაფერს გავაკეთებთ Animation Add-onis გამოყენებით პრემიუმ ვერსიის. აქვს ბევრი სხვადასხვა ფუნქცია შეგიძლიათ დაათვალიეროთ. აი აქ გამოვარჩევდი ერთი ორს გაჩვენებთ, აი მაგალითად ჰორიზონტალური სკროლი, ესეთი რაღაცა. აი მაგალითისთვის საიტზე თუ გინდა დავუშვათ ბარათების სახით, რომ ჩააწყოთ რაღაცა სექციები, ძალიან ლამაზად ჩანს. მოკლედ, გადავიდეთ აი ესეთი საიტის ინსტალაციაზე, გაკეთებაზე და შეგახსენებთ, მე ვარ ვლადიმერ კვარაცხელია, მაქვს WordPress-ზე საიტების დამზადების 10 წლიანი გამოცდილება და ჩემს გამოცდილებას გიზიარებთ ამ YouTube არხზე. ჩემთან საკონტაქტოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ინფორმაცია, აქ წერია ყველაფერი და მოკლედ გადავიდეთ საიტის ინსტალაციაზე. აბა დავიწყეთ. გადავიდეთ ჩვენი საიტის მართვის პანელში, გადავიდეთ პლაგინების ინსტალაციის განყოფილებაში. აქ დავაინსტალიროთ Elementor-ი. ასე. შემდეგ დაგჭირდება Animation Add-onis უფასო ვერსია. აი ასე. აი ეს არის და დაგჭირდება ფასიანი ვერსია, რომელსაც გადმოვიწერთ აი ამ საიტიდან, გადავალთ ჩვენს აკაუნტში. აი აქ გადმოგვიყვანს. გადავიდეთ გადმოწერის დაუნლოადის განყოფილებაში და პრო ვერსია გადმოვიწეროთ. აი ასე. ასევე დაგჭირდება ლიცენზიაც, რა თქმა უნდა. გადავიდეთ ლიცენზიის განყოფილებაში. დავაკოპიროთ ჩვენი ლიცენზია. აი ასე. გადავიდეთ ისე პლაგინებს დავუბრუნდეთ. აი აქ გადავიდეთ და ორი პლაგინი უნდა გავააქტიუროთ, რომელიც ახლა გადმოვიწერეთ. პარემ მესამეც გადმოვიწეროთ პრემიუმ ვერსია, რაც არის უკვე ჩვენი კომპიუტერიდან. აი ასე. დავაინსტალირეთ და გავააქტიუროთ. ეგრევე მოითხოვა, რომ სხვა პლაგინებიც, ანუ უფასო ვერსიაც და Elementor-იც გავააქტიუროთ. შემდეგ გადავიდეთ Animation Add-on-ზე, Add-onis განყოფილებაში. აი აქ Next და Continues დავაჭიროთ, დავასრულოთ ამით, აი ასე. შემდეგ აი აქ აქტივაციის ღილაკს დავაკლიკოთ და ჩავწეროთ ჩვენი სალიცენზიო გასაღები. აი ასე. სად არის და გააქტიურდა ყველაფერი. ახლა ვიჯეტების განყოფილებაში გადავიდეთ და ყველაფერი გავააქტიუროთ. აი ასე. აი ასე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიჯეტების სინამდვილეში მარტო ის უნდა დატოვოთ, რომელიც თქვენს პროექტს დაჭირდება. ამას მე უკვე მოგვიანებით ვნახავთ, მაგრამ ახლა ყველაფერი მინდა გავააქტიურო. აი ასე. და რატომ არის საჭირო ეს Z-მეტი რაღაცის გამორთვა? იმიტომ რომ მართლა Z-მეტია და საიტს დატვირთავს, თუ პროექტს არ ჭირდება ტყუილად რაზე დატვირთოს საიტი. აქ შევინახავთ. გადავიდეთ extension-ების განყოფილებაში. აქაც ყველაფერი გავააქტიუროთ და შევინახოთ. აი ეს არის. ახლა გადავიდეთ starter template-ების განყოფილებაში, ანუ მოვნახოთ ის საიტი, ის ნიმუში, რომელიც მოგვეწონა და რომელიც დაინსტალირებაც დავგეგმეთ. გადავედით და აქ ვხედავთ ნიმუშებს. მოვნახოთ ჩვენი ნიმუში და რატომღაც გონია, რომ სანამ ვიდეოს ვიწერდი, კიდევ დაამატეს ერთი 10-20 ცალი ნიმუში ალბათ, ძალიან ბევრია, იმიტომ რომ ამდენი არ იყო მე მგონი. და უფრო მალე მოვნახე, რომელიც მჭირდებოდა ის. აქ პრინციპში შეიძლება იმაშიც არის საქმე, რომ ფასიანი და უფასო ერთად არის. აი ნახეთ, ფასიანს პრო აწერია, უფასოს აწერია სად არის free და ყველა ერთად რო არის არეული, ალბათ
მაგიტო მომეჩვენა უფრო მეტი. ან შეიძლება მართლა დაავატეს კიდევაც არ არის გამორიცხული. აი ეს გვინდა ჩვენ დავაკლიკოთ აქ იმპორტის ღილაკს და უკვე გააჩნია ჩვენი ინტერნეტის სიჩქარეს, რამდენი რა სიჩქარე გვაქვს, როგორი ხარისხის გვაქვს. უკვე მაგის მიხედვით დასჭირდება ალბათ 2, 3, 4, 5 წუთი იმისთვის, რომ მთლიანად საიტი დაინსტალირდეს. გავიდა სულ რაღაც 2-3 წუთი, როგორც უკვე გითხარით, დამოკიდებული არის თქვენი ინტერნეტის სიჩქარეზე. გვაქვს ჩვენ აი ასეთი საიტი და როგორც კი ეს ვიდეო მოაგროვებს 100 ლაიქს, გადავალთ შემდეგ ეტაპზე, როგორ შეიცვალოს, აი ეს დავუშვათ ლოგო, თქვენი კომპანიის ლოგოთი, როგორ შეიცვალოს ეს გვერდები, ეს სურათები, ტექსტები, ამ დეტალებს ყველაფერს გაევლით. თუმცა თქვენ შეიძლება სულაც არ ხართ დაინტერესებული იმით, რომ ეს ყველაფერი თქვენ თვითონ გააკეთოთ, შეგიძლიათ მე შემიკვეთოთ, აი აქ არის ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია არის ამ YouTube არხზე რო გადახვალთ, დაკლიკავთ, აქ ჩამოიშლება, აქ არის ინფორმაცია, რომელთაც შეგიძლიათ დამიკავშირეთ და ვიდეოს აღწერაშიც ჩავდებ ყველა საჭირო ლინკს იმ შემთხვევაში თუ გინდათ რომ მე შემიკვეთოთ და იმ შემთხვევაში თუ გინდათ რომ შეიძინოთ მონაწილეობა ამ პლაგინის საპარტნიორო პროგრამაში და ჩემი ლინკით თუ შეიძენთ, მეც რაღაცა ბონუსებით ამერიცხება და ჩემთვის რაღაცაც საინტერესო იქნება. თქვენთვის კი ჩვეულებრივი ფასი იქნება, არაფერი არ შეიცვლება. თუ ფასდაკლება არის, ფასდაკლებით შეიძენთ, თუ ჩვეულებრივი ფასია, ჩვეულებრივი ფასით შეიძენთ, ჩემთვის კი დამატებითი სტიმულია სამუშაოდ. თუ ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად მოიწონეთ, გააზიარეთ, გააკეთეთ, კითხვები თუ გაქვთ, მომწერეთ კომენტარში დამეკავშირდით და თუ კონსულტაცია გჭირდებათ, შეგიძლიათ აქვე კომენტარებში ნახოთ, როგორ შეგიძლიათ დამეკავშირდეთ და 30 წუთიანი უფასო კონსულტაცია ჩავატაროთ, განვიხილოთ დეტალები. წარმატებებს გისურვებთ.